2025 წლის ივნისის თვე კოსმოსური მისიებით გამორჩეული უნდა ყოფილიყო, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო რამდენიმე მათგანი გაუქმდა. მაგალითად, NASA-სა და ინდოეთის კოსმოსური სააგენტო ISRO-ს ერთობლივი სატელიტის ნისარის გაშვება. მარცხი განიცადა ილონ მასკის SpaceX-ის რაკეტა Starship-მაც. თუმცა მოხდა ერთი და მრავალწლიანი მოლოდინის შემდეგ საკაცობრიო მასშტაბის მოვლენა. როგორც იქნა 23 ივნისიდან ოფიციალურად გაეშვა ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორია. კოდის ამ ეპიზოდში ვაჯამებ ივნისის თვის კოსმოსურ სიახლეებსა და ვისაუბრებ ყველა იმ საინტერესო მოვლენაზე, აღმოჩენასა თუ მიღწევაზე, რაც ამ დარგის ირგვლივ მოხდა მსოფლიოში. ჯამში 11 ნიუს ჩაგაბარებთ. მანამდე კი გამოიწერე არხი. წავედით კოსმოსში. სკაფანდრები ჩაიცვით. რა თქმა უნდა, დავიწყებ სასიამოვნო სიახლით. Named after the mother of dark matter. წლიანი მშენებლობის შემდეგ ბოლოს და ბოლოს ვიხილეთ ვერა რუბინის ობსერვატორიის მიერ გადაღებული პირველი ფოტოები. ამით ეს ნანატრი ობსერვატორია შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოფიციალურად გამუშავდა. ეს არის ნამდვილად ახალი ფანჯარა კოსმოსში, რომელიც კიდევ უფრო მეტი საიდუმლოს ამოხსნაში დაგვეხმარება. ჩვენი გარემომცველი სამყაროს შესახებ. ობსერვატორია ჩილეში აშენდა და ის უდიდესი ციფრული კამერითაა აღჭურვილი. 2025 წლის 23 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის კუთვნილი ტელესკოპის პირველი დაკვირვებები გასაჯაროვდა, რითაც ცის შესწავლაში სრულიად ახალი ერა დაიწყო. ამ ამბავს პირდაპირ ეთერით მთელი მსოფლიოდან ადევნებდნენ თვალს. პრეზენტაციაზე მეცნიერებმა ტელესკოპის მიერ დანახული ცის თაღის პირველადი ფოტოები წარუდგინეს საზოგადოებას. რა თქმა უნდა, შესაბამისად გაშიფრული და დამუშავებული. ესაა გამოსახულებები, რომლებიც ობსერვატორიამ ფუნქციონირების პირველი 10 საათის განმავლობაში დააფიქსირა. ამ დროში მან მილიონობით გალაქტიკა და არაერთი ასტეროიდი გადაიღო, რაც მიანიშნებს, რომ ასტრონომიაში ახალი ერა იწყება, რომელიც დიდი ალბათობით მრავალი აღმოჩენის გაგვიკვალავს გზას. მეორე ფოტოზე ეგრეთ წოდებული ქალწულის გროვაა წარმოდგენილი, უпростоრად მისი ერთი ნაწილი. ესაა ათასობით გალაქტიკის ქსელი, რომლის არსებობის შესახებაც რამდენიმე საუკუნეა ვიცით. მისი ყველაზე კაშკაშა წევრების დანახმა მარტივი ტელესკოპებითაცაა შესაძლებელი. თლიან სტრუქტურაზე დეტალურად დაკვირვება რთულია. ამის მიუხედავად, ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორიამ ეს მოახერხა. მესამე სურათზე ორი ნისლეულია ნაჩვენები, მესიე ოცისა და ლაგუნის. ისინი ირმის ნახტომში მდებარეობს და ვარსკვლავების წარმოქმნან ღრუბლებს შეიცავს. ამ რეგიონს მზის სისტემისგან რამდენიმე ათასი სინათლის წელი აშორებს და ღირებულ ინფორმაციას ინახავს იმის შესახებ, თუ როგორ ფორმირდება და ვითარდება მნათობები. ამ გამოსახულების მისაღებად ობსერვატორიამ 7 საათის განმავლობაში 678 კადრი აღბეჭდა. ამ ფოტოზე კი სამმაგი ნისლეულია გამოსახული, რომელიც წარმოადგენს ვარსკვლავთა ღია გროვის, გაზისა და მტვრის ნანათობელი ღრუბლებისგან შემდგარი ემისიური ნისლეულის უჩვეულო კომბინაციას. ის საკუთარ სინათლეს ასხივებს და მას ვარდისფერი რეგიონი ეწოდება. ესაა ამრეკლავი ნისლეული, რომელიც ახლო მდებარე ვარსკვლავების სინათლეს ირეკლავს. ამ ნაწილს ლურჯ რეგიონს უწოდებენ და იმდენად მკვრივი ბნელი ნისლეულის უჩვეულო კომბინაცია, რომელიც მის უკან მდებარე ობიექტებიდან სინათლეს ბლოკავს. იგივე ბნელი რეგიონებიდან.
რუბინის ტელესკოპის შემუშავების იდეა პირველად 2001 წელს გაჩნდა. ობსერვატორია სამხრეთის ცის 10 წლიან კვლევას ჩაატარებს. ის ამას ახლო ულტრაისფერ ოპტიკურ და ახლო ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში გააკეთებს. ცის თითოეული მონაკვეთი დაახლოებით 800-ჯერ ჩაიწერება ტელესკოპის 3200 მეგაპიქსელიანი კამერის გამოყენებით. ყოველ 24 საათში რუბინი დაახლოებით 20 ტერაბაიტის მონაცემს დაამუშავებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იმედის მომცემია. ბუნებრივია, ეს წარმოუდგენელი სიმძლავრე მოითხოვს მონაცემთა გადაცემის, დამუშავებისა და შენახვის უახლეს ინსტრუმენტებს. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ რუბინი სამყაროს შესახებ ისეთ შეკითხვებზე გასცემს პასუხს, რასაც ამ მომენტში წარმოდგენაც კი არ გვაქვს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასტრონომები ძლიერ აღფრთოვანებულები არიან. ელოდებიან, რომ რუბინი გვაჩვენებს ისეთ რამეებს სამყაროს შესახებ და პასუხს გასცემს ისეთ კითხვებს, რომელთა შესახებაც ჯერ წარმოდგენაც არ გვაქვს. დღემდე შექმნილ არც ერთ სხვა ტელესკოპს არ შეუძლია ერთდროულად ასეთი უზარმაზარი მონაცემების დამუშავება და მკრთალი ობიექტების დაფიქსირება. დღეიდან ჩვენ საფუძველი ჩამუყარეთ იმის გარკვევას, თუ რა არის ბნელი ენერგია, პლანეტარულ თავდაცვასა და უამრავ სამეცნიერო აღმოჩენას. ყველაფერ იმას, რაც აქამდე არ გვქონია, არ მიგვიღწევია. ეს ქმნილება არის ხედვა თავდაუზოგავი შრომა და პროგრესი იმ უამრავი ადამიანისა, რომელიც იდეის დღიდან მის განხორციელებამდე მუშაობდა ამ პროექტისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა სააგენტოს და იმ ოფიციალურ თუ კერძო უწყებას, რომელმაც ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა გაიღო ამ საკაცობრიო პროექტისათვის. რუბინის სიჩქარის, ხედვის ფართოკუთხისა და მგრძნობიარე კამერების კომბინაცია აფართოებს იმ ლიმიტებს, რისი გაკეთებას ტელესკოპს შეუძლია. არც ერთ სხვა ტელესკოპს არასოდეს შესაძლებია დააფიქსიროს როგორც რეალური ცვლილებები ცაში, ისე მკრთალი შორეული ობიექტები ერთსა და იმავე დროს, ასეთი უზარმაზარი მასშტაბით. ეს შესაძლებლობები ნიშნავს იმას, რომ ისტორიაში პირველად დავაფიქსირებთ უკიდურესად იშვიათ მოვლენებს. ტელესკოპს სახელი ეწოდა ამერიკელი ასტრონომის ვერა რუბინის პატივსაცემად. ის ერთ-ერთი მოწინავე მეცნიერი იყო გალაქტიკების კვლევებში. მისმა ნაშრომებმა ასტრონომიაში ნამდვილი გარდატეხა შეიტანა. გამოცემა The New York Times-ი მის მემკვიდრეობას აფასებს, როგორც კოპერნიკის მასშტაბზე უფრო დიდ ცვლილებას კოსმოლოგიურ თეორიაში. ვერა რუბინი 2016 წელს გარდაიცვალა. მიმდინარე თვის 18 რიცხვში უნდა გაშვებულიყო მრავალჯერ გადადებული მისია, რომელიც ამერიკულმა ნასამ და ინდოეთის ისრომ ერთობლივად შეიმუშავეს. საუბარი მაქვს დედამიწის შემსწავლელ ახალ სატელიტ ნისარზე. თანამგზავრის გაშვება ინდოეთის ქალაქ ჩენაის სატიშ დჰავანის კოსმოსური ცენტრიდან უნდა მომხდარიყო. თუმცა ფრენა ივლისისთვის გადაიდო. ზუსტით რომ მაინც უცნობია. ეს ალბათ ტექნიკურ დეტალებსა და ამიდის პირობებზე იქნება დამოკიდებული. ეს სატელიტი დედამიწის ზედაპირზე სანტიმეტრის მასშტაბის ცვლილებებს დააფიქსირებს, თანაც თითქმის რეალურ დროში. დღის ნებისმიერ მონაკვეთში ამინდის მიუხედავად. იწონის თითქმის 3 ტონას. აქვს 12 მეტრიანი რადარი ანტენა და მისი აგება $1.5 მილიარდი დაჯდა. უპრეცედენტო დეტალებში დააკვირდება ხმელეთის ზედაპირს, მასზე და მასში წყლის დინებას. და ფასდაუდებელ ცნობებს მოგვაწვდის ფერმერებისთვის, კლიმატური მეცნიერებისთვის და კატასტროფებზე რეაგირების ჯგუფებისთვის. თანამგზავრი ნისარი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ინდოეთის კოსმოსური სააგენტოების, NASA-სა და ისროს თანამშრომლობის პროდუქტია და ამ სირთულეების დაძლევა შეუძლია, რადგან დედამიწის სურათების გადასაღებად იყენებს სინთეზურ აპერტურული რადარული, ანუ SAR-ის ტექნოლოგიას. ამ ტექნოლოგიის მიხედვით ეწოდა თანამგზავრს სახელიც. ნისარი აღნიშნავს NASA ISRO SAR-ის შემოკლებას. SAR ტექნოლოგია 1951 წელს სამხედრო გამოყენებისთვის გამოიგონეს. დედამიწის ზედაპირის პასიური გადაღებისთვის მზის სინათლის ანარეკლის გამოყენების ნაცვლად SAR თანამგზავრები აქტიურად ასხივებენ რადარულ სიგნალებს ზედაპირისკენ და აფიქსირებენ უკან არეკლის სიგნალს. დაახლოებით იმას გავს ნელ ოთახში ფოტოს გადაღებისას, რომ ფლეშ განათება გამოიყენოთ. NISAR თანამგზავრს ასევე გამოიყენებენ ტყის ბიომასის მონიტორინგისთვის. მცენარეულობაში შეღწევისა და წყლის დაფიქსირების უნარი მას დატბორილი მცენარეულობის ზუსტად აღრიცხვის საშუალებასაც მისცემს.
თანამგზავრი ასევე შეძლებს დედამიწის ზედაპირის სიმაღლეში სანტიმეტრიან და მილიმეტრიან ცვლილებათა დაფიქსირებასაც კი. თანამგზავრს ასევე გამოიყენებენ დედამიწის ყინულის საფარისა და მყინვარების მოძრაობის მეთვალყურეობაში, სანაპირო ხაზის ეროზიის შესასწავლად და ნავთობის გაჟონვის დასაფიქსირებლად. ამ ძლიერ ამბიციური თანამგზავრისგან მრავალ სარგებელს უნდა ველოდეთ. მაისში პოლიტიკური მარცხის შემდეგ ივნისში მორიგი ტექნოლოგიური მარცხი გადაიტანა ილონ მასკმა. მილიარდერის კოსმოსური კომპანიის SpaceX-ის მრავალჯერადი მიზნებისათვის შექმნილმა რაკეტის პროტოტიპმა Starship-ი მეათე საცდელი ფრენა ვერ შეძლო. გაშვებამდე ტესტირებისას ხომალდი ასაფრენ მონაკვეთსები აფეთქდა. კერძოდ Starship-ის მეორე საფეხური ფრენისთვის მოსამზადებელი სამუშაოებისას ხმელეთზევე აფეთქდა. მას სპეციალისტები რიგით მეათე სატესტო მისიისთვის 18 ივნისს წინასწარ ამზადებდნენ, თუმცა აპარატი მოულოდნელად ცეცხლის ალში გაეხვა და სამხრეთ ტეხასის ღამის ცა გაანათა. ამ ინციდენტს კომპანია სოციალურ ქსელ X-ზე დილით გამოეხმაურა. პოსტში წერია, რომ აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 23 საათზე მოხდა. გარშემო არსებული არეალი უსაფრთხოებისათვის ცარიელი იყო და პერსონალიც არ დაშავებულა. ჩვენი Starbase-ის გუნდი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ სატესტო ზონის ირგვლივ ტერიტორიაზე უსაფრთხოება შენარჩუნდეს, რისთვისაც ადგილობრივ ოფიციალურ პირებთანაც ვთანამშრომლობთ. ახლომდებარე დასახლებებში მცხოვრებ ადამიანებს საშიშროება არ ემუქრებათ. მათ ვარფრთხილებთ, რომ ასეთი ოპერაციებისას ახლოს არ მოვიდნენ, განაცხადა SpaceX-მა. ახლა სწორედ შიფი აფეთქდა, რაც ანომალიამ გამოიწვია მანამ, სანამ ის ძრავებს აამუშავებდა. მისიების წინ ასეთი მომზადება ჩვეულებრივი რუტინაა და სავარაუდოდ ამჯერად მას 6 ძრავა უნდა გაეაქტიურებინა. იქამდე პირველმა საფეხურმა 33-ვე ასეთი მექანიზმი წარმატებით აამუშავა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 სატესტო ფრენისას კომპანიამ 3 შიფი დაკარგა. უკანასკნელი ინციდენტი მაისში მოხდა. მიზეზი სხვადასხვა იყო. ერთ შემთხვევაში რაპტორის პრობლემა, ანუ ძრავის. მეორეში საწვავის გაჟონვა, ხოლო ბოლოს ჯერ კიდევ იკვლევენ. ეს მოკვლევა შეერთებული შტატების ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ზედამხედველობით მიმდინარეობს. რაც შეეხება მომდევნო საცდელ ფრენას, მისი თარიღი ცნობილი არ არის. მისია დიდი ალბათობით დაგეგმილზე გვიან განხორციელდება. მარსის ორბიტაზე მოძრავმა ხელოვნურმა თანამგზავრმა მარსის ვულკან არსია მონსს უიშვიათესი კადრი გადაუღო. NASA-ს თანამგზავრმა ოდისეიმ გადაიღო, როგორ არის ამომართული უზარმაზარი ეკვატორული ვულკანი წყლის ყინულის დილის ღრუბლებიდან. წელიწადის ამ დროს, როდესაც წითელი პლანეტა თავის ოდნავ ელიფსურ ორბიტაზე მზისგან ყველაზე შორ წერტილში იმყოფება. ეს მოვლენა მარსისთვის ჩვეულებრივი ამბავია. არსია მონსი მიეკუთვნება ვულკანურ კომპლექსს, რომელსაც თარსისის მთებს უწოდებენ. შედგება ერთმანეთთან საკმაოდ ახლომდებარე 3 ფარისებრი ვულკანისგან, მარსის თარსისის რეგიონში. არსია მონსი 3-დან უმაღლესი მწვერვალია და მისი სიმაღლე დაახლოებით 20 კილომეტრია. ეს მთა დრამატულად მაღალია დედამიწის ნებისმიერ მთაზე. ჩვენთან ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი მწვერვალი ევერესტი 8.85 კილომეტრის სიმაღლისაა. უმაღლესი მთა მაუნა კეაკი ოკეანის ფსკერიდან 9 კილომეტრ სიმაღლეზეა ამომართული. ამას გარდა არსია მონსი მოცულობით 30-ჯერ აღემატება დედამიწის უდიდეს ვულკან მაუნა ლოას, მაგრამ ამის მიუხედავად მარსის უდიდესი ვულკანი მაინც არაა. მეცნიერთა აზრით, ის მილიარდობით წლის განმავლობაში იყო აქტიური. პიკს კი დაახლოებით 150 მილიონი წლის წინ მიაღწია. თანამგზავრი ოდისეი თავისი კამერებით ძირითადად მარსის ზედაპირს უყურებს. ახალი პანორამის გადასაღებად ის 90 გრადუსით შებრუნდა და კამერები ჰორიზონტისკენ მიმართა. ეს კუთხე ამ ძალისხმევად ნამდვილად ღირდა. მეცნიერებმა ღრუბლების შრეები მარსის ცაში დაინახეს, რაც მათ ატმოსფერული დინამიკის პროცესების უკეთესად შესწავლის საშუალებას აძლევს. რამდენიმე წლის წინ ეს ფენომენი ზედაპირიდან გადაიღო მავალმა კურიოსიტიმ. თანამგზავრ ოდისეის ახალი პანორამა ამ შთამბეჭდავ ხედს ზემოდან გვთავაზობს. 2025 წლის თებერვალში ასტრონომებმა გამოთვალეს, რომ
არსებობდა 3.1%-იანი რისკი იმისა, რომ 2032 წელს ჩვენს პლანეტას ასტეროიდი 2024 YR4 შეეჯახოს. შეჯახების რისკი ახლა 4-დან 3%-მდე გაიზარდა, მაგრამ არა დედამიწასთან, არამედ მთვარესთან. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი დიდად მაღალი არაა, მაგრამ მაინც ამაღელვებელია. ეს შეჯახება მთვარეს ვერ გაანადგურებს და ვერც მის ორბიტაზე მოახდენს რაიმე გავლენას, თუმცა სამეცნიერო თვალსაზრისით საინტერესო იქნება მოზრდილი კრატერის წარმოქმნის პროცესის ნახვა. 2024 YR4-ის ტრაექტორიის თავდაპირველი გათვლები მიუთითებდა, რომ დედამიწას შეიძლებოდა შესჯახებოდა 2032 წლის დეკემბერში. რისკი დიდი არ იყო, მაგრამ 3.1% მაინც საგანგაშოდ მაღალია მოვლენისთვის, რომელსაც ქალაქის განადგურება შეუძლია. ასტეროიდის სიგრძე 53-დან 67 მეტრამდეა, ანუ დაახლოებით იმ ასტეროიდის ზომის, რომელმაც 1908 წელს სავარაუდოდ ტუნგუსკა გაანადგურა. საბედნიეროდ რისკმა მალე დაიწია, სულ რაღაც პროცენტის მიასედებამდე. საბოლოოდ კი 2024 YR4-ის დედამიწაზე დაცემის შესაძლებლობა სრულად გამოირიცხა, თუმცა არ გაუმართლა მთვარეს. მგონი, მასთან შეჯახების რისკი 3.8%-მდე გაიზარდა. ამჯერად 2025 წლის მაისში ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა დაკვირვებები ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით ჩაატარა და დადგინდა, რომ მთვარესთან შეჯახების რისკი უფრო მაღალია, 4.3%. დიდი ალბათობით არც ეს მაჩვენებელია საბოლოო. ეს ასტეროიდი დედამიწას ყოველ 4 წელიწადში უახლოვდება. შესაბამისად, ასტრონომებს მისი ახლო დაკვირვების შანსი 2028 წლის დეკემბერში ექნებათ. Honda კოსმოსსაც იფხვრობს. ცნობილმა იაპონურმა ავტომწარმოებელმა Honda-მა მრავალჯერადი გამოყენების რაკეტის პროტოტიპი 17 ივნის წარმატებით გამოცადა. ეს კოსმოსური ფრენების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, რადგან ერთი და იმავე რაკეტის ხელახალი გაშვების შესაძლებლობას იძლევა. შედარებისათვის სწორედ ასეთი აპარატია ილონ მასკის Starship-ი, რომელიც ჯერ კიდევ ტესტირების ეტაპზეა და ამ ბოლო პერიოდში ხშირად ფეთქდება. Honda-ს რაკეტამ ვერტიკალური აფრენისა და დაშვების 56 წამიან ტესტირებას თავი გაართვა. ის კუნძულ ჰოკაიდოს ქალაქ ტაიკიში მდებარე კომპანიის კუთვნილი ბაზიდან აფრინდა და 271.4 მეტრ სიმაღლეზე ააღწია. შემდეგ იგი უკან უსაფრთხოდ დაბრუნდა, სამიზნე არეალიდან მხოლოდ 37 სანტიმეტრის მოშორებით. მისი სიმაღლე დაახლოებით 6.3 მეტრია, დიამეტრი კი 85 სანტიმეტრს შეადგენს. რაკეტა 900 კილოგრამს იწონის, საწვავის დამატებით კი 1312 კილოგრამს. კომპანიამ განაცხადა, რომ ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც დაგეგმილი იყო და აფრენან დაშვებისას მნიშვნელოვანი მონაცემებიც მოიპოვეს. მომდევნო ეტაპზე Honda რაკეტის სუბორბიტალურ ტესტირებას აპირებს, თუმცა როგორი მომავალი ელის ამ პროგრამას კომერციული თვალსაზრისით უცნობია. ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ ჯერ რაკეტის კვლევის ფუნდამენტური ფაზა მიმდინარეობს, ამიტომ აღნიშნული ტექნოლოგიის კომერციალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არაა. ამის მიუხედავად მასზე მუშაობა გაგრძელდება, რათა სუბორბიტალური ფრენა 2029 წლისთვის უკვე შესაძლებელი იყოს. მეცნიერებმა დიდი ხანია იციან, რომ სამყაროს მასის უდიდესი ნაწილი სრულიად უხილავია და მას ბნელი მატერია ეწოდება. ამ უკანასკნელის აღმოჩენა მხოლოდ გრავიტაციული ზემოქმედებითაა შესაძლებელი. ანუ მას ელექტრომაგნიტური გამოსხივება არ აქვს. თუმცა გარემომცველ ობიექტებთან აშკარად ურთიერთქმედებს. გამოცემა Nature Astronomy-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა მისი პირდაპირი გამოვლენა და რაოდენობრივი აღრიცხვა პირველად მოახერხეს. ჩვეულებრივი მატერია კოსმოსის მხოლოდ 16% შეადგენს. ის სხვადასხვა ტალღური სიგრძის სინათლეს ასხივებს, ამიტომ შეგვიძლია დავინახოთ. ამის მიუხედავად მისი დიდი ნაწილი იმდენად არის გაფანტული, რომ თითქმის უხილავია. ასეთი განაწილების გამო ასტრონომებს სამყაროს ჩვეულებრივი მატერიის დაახლოებით ნახევარი დღემდე დაკარგულად მიაჩნდათ. მის აღმოსაჩენად მეცნიერებმა სწრაფი რადიო აფეთქებები FRB გამოიყენეს, რომელთა სიკაშკაშეც ჩვენ შორის არსებულ მატერიას ანათებს. მათ 69 ასეთი აფეთქება შეისწავლეს. მათგან 39 OUNS-ის ველზე განლაგებული 110 რადიოტელესკოპისგან შემდგარი DSA სისტემის მეშვეობით აღმოაჩინეს.
თითოეული galaktikuri წყაროები კეკისა და პალომარის ობსერვატორიების დახმარებით ზუსტად განისაზღვრა. დანარჩენი 30 აფეთქება კი უმეტესად ავსტრალიის ასკაპის რადიოტელესკოპით დაფიქსირდა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სამყაროს ჩვეულებრივი მატერიის 76% galaktikებს შორის სივრცეშია გაფანტული. დაახლოებით 15% მათ გარშემო არსებულ ჰალოებშია, ხოლო მხოლოდ მცირე ნაწილი თავად galaktikებშია კონცენტრირებული, ვარსკვლავებსა და ცივ აირში. ეს განაწილება თეორიულ მოდელებთან შესაბამისობაშია, თუმცა პირდაპირი დაკვირვებით პირველად დადასტურდა. ევროპის კოსმოსური სააგენტოს ESA-ს მიერ მზის შესასწავლად გაშვებულმა ზონდმა Solar Orbiter-ი ჩვენი ვარსკვლავის სამხრეთ პოლუსის უნიკალური სურათები გადაიღო, რადგან ჩვენი მზის ამ რეგიონის ფოტო აქამდე არ მოგვეპოვებოდა. აპარატმა კადრები 23 მარტს აღბეჭდა და ისინი 11 ივნისს გაასაჯაროვეს. 2026 წლის დეკემბრისთვის ის ორბიტის 24 გრადუსიან ცვლილებას მიაღწევს, 2029 წლისთვის კი 33 გრადუსიანს. ეს ვარსკვლავის პოლუსების უკეთ შესავლის შესაძლებლობას მოგცემს. აქამდე მზე ამ რაკურსით არც ადამიანს უნახავს და არც რომელიმე ზონდს. პირველის მიზეზი ისაა, რომ დედამიწა და სხვა პლანეტები ნათობის ეკვატორის პარალელურ სიბრტყეზე გადაადგილდება, რომელსაც ეკლიპტიკა ეწოდება. მეორე მხრივ Solar Orbiter-ი ერთადერთი აპარატია, რომელსაც მზის სამხრეთ პოლუსის ხედის მქონე ორბიტა აქვს. ამისთვის მან ბოლო რამდენიმე თვეში ტრაექტორია 17 გრადუსით შეცვალა და ეკვატორის დაბლა მოექცა, რამაც აქამდე უხილავი რეგიონი გამოაჩინა. ზონდმა ჩვენი ვარსკვლავის სამხრეთ პოლუსი სხვადასხვა სპექტრში აღბეჭდა, ხილულიდან ულტრაიისფრამდე. ამისთვის მან 10 სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენა და შედეგად ამ არეალის საკმაოდ დეტალური გამოსახულებები მივიღეთ. მათ შორისაა მაგნიტური ველის სტრუქტურები და კონკრეტული ქიმიური ელემენტების სწრაფი ნაკადები, რომლებიც მზის ქარის შემადგენელ პლაზმას მიუყვება. ვინაიდან ასეთი დამოხტული ნაწილაკები მთელ მზის სისტემაში ვრცელდება და ეგრეთ წოდებულ კოსმოსურ ამინს განაპირობებს, მათი შესწავლა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა მზის 11 წლიანი ციკლის ყველაზე აქტიურ ფაზაში. ამჯერად იაპონიის კოსმოსური სააგენტოს მარცხზე ვიტყვი. იაპონიამ მთვარეზე კოსმოსური აპარატი გაუშვა, რომლის მიზანიც კერძო მისიის ფარგლებში ციურ სხეულზე წარმატებით დაშვება იყო. ქვეყნისთვის ეს პირველი მსგავსი მიღწევა იქნებოდა, არა კერძოს ჩათვლით მეორე, თუმცა რეზილენსად წოდებული მოდული დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირს მაღალი სიჩქარით შეეჯახა. ეს აპარატი iSpace-ისთვის მეორე წარუმატებელი მცდელობაა. აპარატი მთვარეზე მდებარე Mare Fraigores იგივე სიცივის ზღვის რეგიონში უნდა დამჯდარიყო, რომელიც დედამიწისკენ მობრუნებულ ნახევარსფეროშია. ეს მნიშვნელოვანი მანევრი თბილისის დროით 6 ივნისის 23 საათსა და 17 წუთზე იგეგმებოდა, მაგრამ რესილენსის ტელემეტრიული მონაცემების მიღება 1 წუთითა და 45 წამით ადრე შეწყდა. ამის მიზეზად ინსტრუმენტების გაუმართავობას ასახელებენ. ბოლო მომენტებში აპარატისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით ასკვნიან, რომ მისმა ლაზერულმა ინსტრუმენტმა, რომელსაც დისტანცია უნდა განესაზღვრა, დაყოვნებით მუშაობა დაიწყო. ამის გამო მოდულსა და მთვარის ზედაპირს შორის მანძილი ზუსტად ვერ დადგინდა. სპეციალისტები ხარვეზებს განიხილავენ და ამ მონაცემებს შემდეგი მისიების გასაუმჯობესებლად გამოიყენებენ. კოსმოსურმა ტელესკოპმა გაიამ შემთხვევით დააფიქსირა ჯერ არნახული ტიპის გიგანტური კოსმოსური აფეთქება, რომელიც უდიდესია დიდი აფეთქების შემდეგ. ტელესკოპმა ჩაიწერა შორეული galaktikების შუაგულებიდან წამოსული უეცარი, უკიდურესად გაზრდილი სიკაშკაშე, სინათლის კოლოსალური ალები, რომლებაც იმაზე გაცილებით დიდხანს გასტანა, ვიდრე აქამდე ცნობილმა სხვა რომელიმე ასეთმა ანთებამ. მეცნიერთა გათვლით აფეთქების შედეგად გამოიყო იმდენი ენერგია, რამდენსაც 100 ჩვენი მზე თელის სიცოცხლის განმავლობაში გამოყოფდა. სინათლის ანალიზმა რაღაც ახალი და თან ნაცნობი გამოააშკარავა. შავი ხვრელები ვარსკვლავებს ფლეთენ, მაგრამ ისეთი მასშტაბით, როგორიც ჯერ დაფიქსირებული არ იყო. თითოეული ვარსკვლავი საკმაოდ დიდი იყო, მზეზე სულ მცირე სამჯერ მასიური.
ამავე დროს თითოეული შავი ხვრელი საკუთარი გალაქტიკების ცენტრში გაწოლილი სუპერმასიური შავი ხვრელი იყო. ასეთ მოვლენას გრავიტაციული, იგივე მოქცევითი დაფლეთის მოვლენას TDI-ს უწოდებენ. ახალ მოვლენას ასტროფიზიკოსებმა ექსტრემალური ბირთვული გარდამავალი ENT უწოდეს. როგორც ჯგუფი განმარტავს, სუპერნოვა ძირითადად გამოყოფს იმდენ ენერგიას, რამდენსაც მზე გამოყოფს მთელი თავისი სიცოცხლის, ანუ 10 მილიარდი წლის განმავლობაში. თუმცა ENT მოვლენების ენერგია 100 მზის მიერ მთელ სიცოცხლეში გამოყოფილისას უდრის. ENT-ები ახალ ღირებულ ხელსაწყოს გვთავაზობს შორეული გალაქტიკების მასიურ შავ ხვრელთა შესასწავლად. ვინაიდან ისინი ასე კაშკაშაა, ძალიან შორიდანაც კი მოჩანს. ასტრონომიაში შორს გახედვა წარსულში გახედვას ნიშნავს. და ბოლო, ამჯერად პოზიტიური ინფორმაცია ამ ეპიზოდში. კაცობრიობის მომავალი კოსმოსის ათვისებასთან ასოცირდება. ითვლება, რომ მომავალში ჩვენი ცივილიზაცია ასტეროიდებიდან ძვირფასი ლითონების მოპოვებას დაიწყებს. და აი ახლა, ახალი კვლევის თანახმად, ჩვენ შეიძლება ასე შორს წასვლა არ მოგვიწიოს. ამისთვის იდეალური კანდიდატი კი მთვარეა. როგორც ახალ კვლევაშია განმარტებული მეტეორთა შეჯახების ზემოქმედებების შედეგად, მთვარის ზედაპირზე ან მის ქვემოთ, ხელმისაწვდომ სიღრმეში, საკმაოდ დიდი რაოდენობით ძვირფასი მეტალები ჩამოყალიბდა. თუ მთვარეს დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ის თითქმის მთლიანად კრატერებითაა დაფარული. და მაინც, რამდენი კრატერია მთვარეზე? 2020 წელს ჩატარებულმა კვლევამ ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის დაბალი და საშუალო განედების რეგიონებში 190,000-ზე მეტი ახალი კრატერი აღმოაჩინა. ეს კრატერები მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ასტეროიდი, მეტეორიტი ან კომეტა მთვარის ზედაპირზე ეცემა. ობიექტის ენერგია, რომელიც განისაზღვრება მისი ზომით, სიმკვრივითა და სიჩქარით, გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი კრატერი წარმოიქმნება შეჯახების შედეგად. აღნიშნულია NASA-ს განცხადებაში. ეს საკმაოდ რთული ამოცანა იყო. კვლევრებს უნდა შეეფასებინათ შეჯახების მასშტაბები, ასტეროიდებში შემავალი ლითონები და ამ ობიექტებიდან რამდენი დაეცემოდა მთვარეს ისეთი სიჩქარით, რომ ძვირფასი ლითონები მთვარის ზედაპირთან ახლოს გაჩენილიყო. კვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თითქმის 6500 კრატერი უნდა შეიცავდეს ასეთ ძვირფას ლითონებს. მათი თქმით, ამ ნიმუშებში მნიშვნელოვანი რაოდენობითაა ჰიდრატირებული მინერალები. New Scientist-ისთვის მიწოდებული უხეში შეფასებით, მთვარეზე შესაძლოა $1 ტრილიონ მეტი ღირებულების, ძვირფასი პლატინა და სხვა ლითონები იყოს. მეცნიერების თქმით, მომავალში კოსმოსური კვლევების მონეტიზაცია მოხდება და ამის კარგი მაგალითი მთვარის რესურსები იქნება. დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ მთვარის ამ მიზნით გამოყენებაზე. რამდენად გაუძლებს თქვენი აზრით ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი გადათხრებს. მიმდინარე თვის განმავლობაში კიდევ იყო რამდენიმე კოსმოსური სიახლე. მაგალითად, გაირკვა, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრალური შავი ხვრელი მაქსიმალურთან მიახლოებული სიჩქარით ბრუნავს. ასევე დაფიქსირებულია შავი ხვრელიდან ამოფრქვეული გიგანტური ჭავლი, რომელიც ზომით ირმის ნახტომზე ორჯერ დიდია. შავი ხვრელების თემაზე მომავალში ცალკე ეპიზოდს მომამზადებ და ყველა იმ სიახლის შესახებ გიამბობთ, რომელიც ბოლო პერიოდში იქნება აღმოჩენილი. აქ დავასრულებ 2025 წლის ივნისისთვის კოსმოსური ამბების შეჯამებას. იმედი მაქვს საინტერესო ვიდეო გამოვიდა. თქვენი მოსაზრება კომენტარებში გამოხატეთ, რაც ჩემთვის საჭირო და მნიშვნელოვანია. მოიწონეთ და გააზიარეთ ეს ვიდეო და რაც მთავარია, უდიდესი თხოვნა. გამოიწერე კოდის YouTube არხი, თუ ჯერ ისევ არ გამოგიწერია. იქვე გააქტიურე ზარიცხილაკიც. აბა, დროებით.